Aubrundit პირდაპირ ეთერში ძვირფასო მაყურებლებო ვაგრძელებთ გადაცემას. გადაცემის ბოლო დასკვნის ნაწილში თომალი პარტელიანი გვეწია, რომელიც პირველად მონაწილეობს შუადღე ქუთაისში. მივესალმები მას და მადლობას გადაუხდი, რომ ამინდმა ვერ შეაშინა, საკმაოდ დატვირთული დღის განრიგი ჰქონდა საპასუხისმგებლო, მაგრამ მაინც გამონახა დრო და მოვიდა გადაცემაში სტუმრად. თომა, გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად ხარ? მადლობა, კარგად. მადლობა მოწვევისთვის. თავს როგორ გრძნობ? კარგად ხარ. პირველი სატელევიზიო გამოცდილებაა თქვენთვის. იმედია, მღელვარება არ იქნება და ყველაფერი ძალიან კარგად და მეგობრულ ნოტაზე ჩაივლის. პირველ რიგში სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც სასიამოვნო. წყალტობოდან ჩამოხვედი. კი ბატონო. არაჩვეულებრივი წყალტობა, ულამაზესი ფიქრობ ალბათ ერთი დიდი სიამოვნება თუნდაც წვიმიან წყალტობაში გაისეირნო და ამ კუთხით ლამაზი სანახაობა გაქვს ქუთაისში და შესაბამისად არანაკლებ ლამაზ წყალტობაში დაბრუნდები შინ მშვიდობით. სასაუბრო რამოდენიმე მიმართულება გვაქვს პირველ რიგში თქვენი ინტერესი ხელოვნებისადმი და ლექსისის ლამაზად წაკითხვისთვის, რის გამოც ალბათ ბევრ შეკებას იმსახურებ, როგორც ეს ვიწრო წრეში, ასევე სოციალურ ქსელში. მოდი გაგვეცანი და გვეთხარი ვინ ხარ. მოგესალმებით. გამარჯობა, სევდა ისო. მოგესალმებით. მაყურებლებს მე ვარ თომალი პარტელიანი, წყალტუბოდან. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის მოსწავლე. მე-10 კლასის მოსწავლე. ჩემი ინტერესი ხელოვნების მიმართ დაიწყო ალბათ იქიდან, რომ სადღაც ვიყავი პირველ კლასში ალბათ ჩემმა ბებიამ შემიყვანა მარჯანიშვილებში, მარინა მარჯანიშვილი, თონიკე მარჯანიშვილი. და იქ დავდიოდი, მაშინ არ ვიცოდი წერა-კითხვა, ჩემი უფროსი ძმა მიკითხავდა ასე და მე ისე სწავლობდი რა და ძალიან მომწონდა. ვიღებდი სხვადასხვა იმას, რა ქვია, სცენარებში მონაწილეობას. და მომწონდა ეს პროფესია, ასე ვთქვათ, პროცესი. მაგრამ შემდეგ უკვე მალევე 3 თვე დავდიოდი, ალბათ 4 თვე მარჯანიშვილებთან, მაგრამ მალევე გავანებე თავი ცეკვაზე შევედი და სხვადასხვა მიზეზების გამო მომიხდა ასე. თუმცა ხელოვნებასთან კავშირი არ გაწყვეტა. არ გაწყვეტილი, დიახ. ეს უკვე დიდი წვლილი ბებია ჩემს მიუძღვის. იმიტომ რომ სულ მაძალებდა, ასე ვთქვათ, მაინც პატარა რო ხარ, გეზარება და სულ მაძალებდა ისწავლეო, წიგნი წაიკითხეო, ყველაფერი და მე უკვე რო გავიზარდე და ჩემი აზროვნება, ასე ვთქვათ, ჩამომეყალიბა, ძალიან მომწონდა ეს სფერო, ასე ვთქვათ, და მხატვრული კითხვა. ხო, მაშინ ხო ვერ ვიაზრებ, ძალიან პატარა პირო ვარ. ანუ დღევანდელი გადასახადიდან მადლობა საუნები ბებოს იმისათვის, რომ წყალებში ასე ჯიუტად გაძალებდა, რომ გემიცადიდა და რაღაც. კი, საინტერესოა. პლუს ამას ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სპორტით ხართ დაკავებული და მით უფრო არც მეტი და არც ნაკლები კალათბურთს თამაშობ. მითხარი როგორ აღმოჩნდი სპორტში? სპორტში თავიდან ვიყავი დაკავებული, ძალიან ბევრი სპორტი მაქვს გამოვლილი. კარატეც, ჭადრაკიც, რაგბიც. სად მოასწარიანდა? ამასაკში ყველაფერში. ხო, არ ვიცი და აი რაგბიდან გადავედი კალათბურთში რა. ესე დიდი ვიყავი ტანად. დიახ. ცოტა 5 წელი დავდივარ ასე. იმ სპორტის სახეობებს რა დაუწუნე, რა ჩამოთვალე? რაღაცა ვერ ვიგზენით იმას რა კომფორტულად იმ სპორტში თავ და ესე ძალიან არ მიზიდავდა. ანუ თუ ჩავთვლით ახლა რომ იქ ხანმოკლე გაელვებებს სპორტის იმ სახეობებში და 5 წელი თუ შემორჩი კალათბურთს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის სპორტის სახეობა, სადაც კარგად გრძნობ თავს. სად თამაშობ დღეისათვის? წყალტუბოში. ჩვენ გვქონდა წყალტუბო, ანუ უბრალოდ წყალტუბოს. თამაშობდით შაშანი თამაშეთ 16 წლამდელების ლიგა, წელს ვთამაშეთ 18 წლამდელების ლიგა. ეხლა ამჟამად არა ვართ იმაში საქართველოს ჩემპიონატში, ამხანაგ თამაშებს ვთამაშობთ. მაგრამ ჩვენი გუნდის U16 დღეს ქონდა სხვათა შორის 12 საათზე თამაში იმერეთის ნახევარფინალში არის. მიულოცოთ. და ასე პოზიცია გამთამაშებელზე ვარ. ძალიან მიყვარს ის კალათბურთი. ფეხბურთი რატომ არ ახსენე? ფეხბურთი, ავისი. ყურების დონეზეც არ იმაშობოდა რა ადრე. არ მომწონდა ასე ვთქვათ, მაგრამ ეხლა 2 წელია უკვე პროფესიონალად ვიცი რა ყველაფერი. შეეჩვია თვალი დაგული. აი უფრო ხუჩას ყვარაცხელად დამსახურება, რაღაცა მაინც ქართველი რო გადავიდა იქით უცხოეთში და რაღაცა დამაინტერესა და მე რა შევყევი ამ სპორტსაც და ანუ დეტალები ასე ვთქვათ ყველაფერი თითქოს ვიცი ასე თუ ისე. კარგი, ვის გულს შემოდგიორობ? ნაკრების გარდა.
ფეხბურთში. ფეხბურთში? ყავს ესე ამორჩეული კლუბი, ან თუნდაც წყალტუბოს სამგორალი იქვე შეგიძლია თამაშებზე, თუ ესე ღრმად არ შესულ ხარ. არა, ასე ხა წყალტუბოს სამგორალის კი ახლა ჩემი ქალაქის გუნდი არის და გულშემატკივრობა ხა სხვა გუნდებთან როცა დავუდგები გვერდში. ისე ნაკრების გარდა არგენტინა არის, იმიტომ რომ მესი ძალიან მოუწონს და ისე ხუჩას გამო PSG და მე ბარსელონა. ძალიან საინტერესო სამეული შემოგთავაზე ამჯერად თქვენ. კარგით, დღე ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია თქვენთვის, ანუ რას აკეთებთ? რა დროს უთმობთ სწავლას, რა დროს უთმობთ გართობას და როგორი არის თქვა ახალგაზრდული ცხოვრება წყალტუბოში? დილას ჩვეულებრივად თოცა სკოლის პერიოდი არის. ავედი ილითადგომა, მოწესრიგება. როცა წაკითხვა ჩვენს სასულიერო მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზია ვართ. სკოლაში მივდივართ. დილას ლოცვა არის, სანამ დაიწყება გაკვეთილები, ყველა მთელი სკოლა ხატების წინ გავართ და ერთად ლოცულობთ. შემდეგ ჩვეულებრივად მიმდინარეობს გაკვეთილების შემდეგ მივდივარ სახლში, მეცადინებ გარკვეულწილად ახლა ისე ვთქვა, რომ დროს უთმობ. პოილი იქნება. შემდეგ უკვე კალათბურთზე რა, საღამოს კალათბურთზე გავდივარ. საკმაოდ საინტერესო ცხოვრება გაქვთ. პროფესია თუ გაქვთ შერჩეული თუ ჯერ არის ცილი? უფრო ფიქრობ ახლა პროფესორად და არ ვიცი ჯერ, მაგრამ კალათბურთს მინდა რომ გავყვე. და მე თუ არ გამოვიდა კიდე სხვა გეგმები მაქვს და იმას საერთოდ დავტოვე. თუ ჯერჯერობით არ შეიძლება რა თქვა. დიახ. კარგი, სტიქაროსანი ხარ როგორც მითხარ. რას ნიშნავს თქვენთვის, ანუ როგორი აზრებ წმენის მნიშვნელობას? სტიქაროსანი ვიყავი, გავხდი 2019 წელს. მაშინ ისე ვიყავი, ან მშობლებს დავყავდი ტაძარში. რო უყურებდი რაღაც მომწონდა, ასე ვთქვა და მე უკვე მამაომაც მითხრა, რომ ისწავლე სენ ლოცვებიო და შეგიყვანო საკურთხეველში. ხა მაშინ პროვერი აზრებ, როგორც ხელოვნების ზიანով ვისაუბრეთ. ისეთი ის არის, თემა არის ესეც, რომ ვერი აზრებ, მაშინ არის უფრო ღრმად, მაგრამ ბავშვი რო ხარ, მაინც გულწრფელია უფრო ყველაფერი. შემდეგ უფრო ნელ-ნელა რო გავიზარდე, გავიაზრე რა არის, როგორ არის, ანუ ისეთი არის, რომ ღვთელი ხო არის გაიგივებული ქრისტესთან, რომ ქრისტეს მოძღვრება ჩვენს იმას გვასწავლის და ანუ ქრისტემდე მიმავალი გზის ერთ-ერთი მთავარი ისაა რა, ჭეშმარიტი მღვდელი ასე ვთქვათ და სტიქაროსანი არის მათი დამხმარე. რაც ჭირდება ღვთლის წევრის შესრულებაში, აი ბევრი საქმე არის იქ შიგნით საკურთხეველში და აი ეხმარები რა შეიძლება ის დაგვარეთ. რაც ის უფლებაც გაქვს, რა თქმა უნდა. ну საინტერესო პროცესია ეს თქვენთვის. და რჩება. კარგი, როცა სპორტს უნდა დაუთმო შემდეგ დიდით რო თუ კი აირჩიო რომ კალათბურთელი უნდა იყო დაუცილებლად, ანუ განშორება როგორ წარმოგიდგენია საყოველთაო. ავიცი ალბათ რთული იქნება. იმიტომ რომ მე შეშოვლიო ხარ, მენი ხანი ისეთ ყოველდღიურ რუტინას ასე რომ ვთქვათ, ქართულდება, მაგრამ რა ვქნათ ასეთია ცხოვრება ხო? კარგით, რაც შეეხება საკალათბურთო თუ უყურებ მაგალითად აი სუპერლიგას ხო, ალბათ ერთ-ერთი გვირგვინი საქართველოში სხვადასხვა ლიგებიდან არის სუპერლიგა. ვის ღირსებას დაიცავდი და ვინ მოგწონს, ვინ არ მოგწონს? ეხლა ქუთაისი მომწონს, ხო და შორის ვიყავით, შარშან მიწინაც ვიყავით, თავდივართ ახლა თამაშებს ესე წყალტუბოდან ქუთაისში ჩამოვდივართ და უყურებ და სხვათა შორის კარგი დონე არის რა, ასე ვთქვათ. წვრთნელიც ძალიან მოწონს. ქუთაისის კარგი ბიჭები ყავს, რა ვიცი. ახლა კიდე ალიგის ფინალი, ნახევარფინალი იყო. ბლეკფორდის გულშემატკივრობით. ბლეკფორდის წვრთნელი ლუი ელბაქიძე ვიცნობთ რა, ჩემ წვრთნელთან ძმაკაცობს და მოდიანო ცვალ თუ სულ ალიგის თამაშებს, სუპერლიგის თამაშებს. მაგრამ უფრო ევროლიგა მიზიდავს რა. რატომაც არა? ხო, NBA-ზე მეტად ევროლიგა მომწონს. იმიტომ რომ ჩემი აზრით NBA უფრო სხვა არის რა. შოუს ისეთი არის რა, შოუს ელემენტებს შეიცავს? ხო და ევროლიგა ნამდვილი კალათბურთია. საქართველოში რომელი კლუბის ღირსებას დაიცავდი, საშუალება რომ იყოს? რა ვიცი ალბათ, მაინც ქუთაისის. რა იცი და რა ხდება ხო? ხო. წარდგენ არ არის. კარგი, როგორ შეიძლება გადაანაწილოს დრო ახალგაზრდამ, რომ ორ განსხვავებულ რაღაც ფლანგზე იყოს, ხო? კალათბურთი, საეკლესიო ცხოვრება, მეცადინეობა, პოეზია, ხელოვნება. როგორ ახერხებთ დრო სწორად გადანაწილებას? ერთ-ერთი მთავარი მონდომება არის, აი რომ მონდომებული რო ხარ,
ყველაფერი გამოგივა აბსოლუტურად სწავლაც და სპორტიც ახლა არის ბევრი ის რომ მე სპორტი მინდა მხოლოდ სწავლას ვერ ვაწირებ და რაღაცა მაგრამ კი მეც მithქვია ბევრჯერ და შეიძლება ეხლაც ვამოვდი მაგრამ რომ მოვინდომებ და დავუთმობ ყველაფერს ისე როგორც საჭირო გაანაწილებ ყველაფერი გამოგივა რა ჩემი აზრით და უფრო ახლა გაკვეთილებს ისეთ მათ დიდ დროს არ უთმო როგორც წენა თქვი და სპორტს უფრო მეტად უთმო დროს სანამ დავგვერწყება გუნდური ვარჯიში ჩავდივარ სტატონებზე და ჩავდივარ შტანგებზე და იქ ვარჯიშობდა ხალტრულ პოეზიას უფრო ანუ ისეთი ისა უკვე ჩემთვის არ მინდა იმაში აპარტამენტმა გამომივიდეს მაგრამ ხო აი ლექს რო წავიკითხავ ერთხელ და გავიაზრებ რა შინაარსია და რისი გადმოცემა სურს ავტორს ჩვენთვის კითხველისთვის უკვე მარტივი ხდება ჩემთვის რომ როგორ უნდა წავიკითხო ეს და როგორ მივაწოდო მსმენელს ეს ლექსი რისი თქმაც სურდა ავტორს დიახ და უკვე მარტივი ხდება ეს ყველაფერი აი ისე არის აი ერთხელ რო წავიკითხავ უკვე მიმარტივდება რა და მარტივად სწავლობ აი საყვარელი პოეტი ვინ არის საქართველოში საბედნიეროდ ბევრი ყავს ესეთი გამორჩეულები მაგრამ უფრო ვაჟა მაინც ვაჟაფშაველა რაცა ისეთი ის არა როგორ თქვა ძალიან ხირსეული და დიდი ბუმბერაზე იყო რა ყველა რა თქმა უნდა მაგრამ ვაჟა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია განსაკუთრებული გასაგებია რაიმე ლექს ხომ არ წაიკითხავ თქვენი სურვილი თქვენი გამოვნობით თუ გაქვს რა თქმა უნდა ცხადია ძალდატანებას არ გამოვიყენებ თავად არჩია რას წაიკითხავ მე მინდა ესე პირველ რიგში უსამძიმო მთელ საქართველოს ჩვენი უწმინდესის გარდაცვალებას და პატრიარქის ლექსი მინდა რომ დავიკითხო ყველაფერი კარგად იქნება ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება იფიქრე კარგი და დაინახავ რომ ყველაფერი კარგად იქნება როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას შენი ცხოვრებაც ისე იქნება გულს ნუ გაიტეხ გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება ტყუილ უბრალოდ ხელვა და შიში განა ვერ ატყობ რომ არ გიხდება ნუ შიშობ უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას თქვი ყველაფერი კარგად იქნება რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები შენი სიცოცხლის წუთი ითვლება რწმენას მოუხმე და შენ იხილავ რომ ყველაფერი კარგად იქნება თუ ცოდვები გაქვს სულით დაეცი ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება როდესაც იმეც აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება ერთადერთია რაც გადაგარჩენს თქვი ყველაფერი კარგად იქნება დიდი ნიჭია თავშეკავება ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება როცა ამ ნიჭს ფლობ შენ უკვე იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება როდის იქნება როგორ იქნება როცა კითხვები გულში ისმება ნუ ფიქრდები უაზრო კითხვებს ღმერთის წყალობით სულ ყველაფერი კარგად იქნება ხომა ძალიან დიდი მადლობა რა განწყობა აქვს დადებით ფიქრებს და ემოციებს როგორ ფიქრობ რაში გეხმარება ხოლმე როცა უიმედობა დაისადგურებს მაშინ ხსნასად ბაულობ პოეზიაში ლოცვას მიმართავ რაღაც განსხვავებულად ერთობით თუ უიმედობა ყველას გვიპყრობს ხო ასაკის მიუხედავად თითოეული ჩვენთაგანის განაჩენია ამ დროს რო მარტივი რეცეპტი რა გაქვს ხოლმე თავი რომ დააღწიო უიმედობის პირველ რიგში ალბათ ისე უფალს რომ მოსშესთხოვრო ან ლოცვა რა ისე ლოცვა და შემდეგ უკვე პოეზიაც რა თქმა უნდა დიდი საქმე რა დიდი როლი შეიძლება ითამაშოს ამაში რომ წაიკითხავ რაღაცა ემოციებს მოვიტან ისეთი რამე არის რომ ანუ ემოცია ესეთი მოდის როცა კითხულობ ლექს რომ ანუ ყველაფერს იმას თავს ანებებ რა აი თუნდაც ხო არის რომ ყველას აგვაქვს რომ კითხულობთ რაღაცა ბევრი აუდიტორია რო ხალხი რო არის ძალიან ბევრი აი ყველაფერი უკვე ასე რომ ვთქვათ არ გაინტერესებს და შენ ხარ შენს სტიქიაში ასე რომ ვთქვათ
რომ შენ ეს წაიკითხო ისე რომ ასიამოვნო მსმენელს. დიახ. ხშირად გახარ ხოლმე სცენაზე და აუდიტორიის წინაშე კითხულობ ლექსებს თუ და ეს პოეზიის საღამოები ეგრეთ წოდებული სად იმართება? პოეზიის საღამოები ასე რომ ვთქვათ ჩვენ სკოლაში ბევრჯერ იმართება, წყალდუბოშიც იმართება. სხვათა შორის დავდიოდი თემურ ძიძიგურის სახელობის ქუთაისის სალონურ საღამოებზე, რომლის ხელმძღვანელი არის ქალბატონი ირმა ქურასბეგიანი და დიდი მოკითხვა აქედან ძალიან მიყვარს ეგ ქალბატონი. იქ ჩემი ბებიაც დავყავდი იქ გარდაცვლილი არის და მან შემაყვარა რა ასე ვთქვათ იქ ყველა ვინც იყო ყველა პიროვნება წელები შემოქმედები არიან იქ უმეტესად ყველარი და ყველას მოკითხვა აქედან ძალიან მიყვარხარ და დავივიწყე ის ხალხი ასე ვთქვათ ვეღარ წავედი ხო ბევრი ფაქტორები არის და ვეღარ მივედი რა იქ და მაგრამ გამოვნახავ ერთხელ რომ მოვიდე და ყველა ვინახულო და ჩავეხუტო ისე როგორც ადრე იყო ეს ყველაფერი. თომა, ბებოს როლი მაინტერესებს უფრო ისე რომ ისა უფრო მეტი, იმიტომ რომ თუ კი რაღაც ღირებულ სფეროებთან სიახლოვეზე საუბრობ, ამბობ რომ ბებო იყო ინიციატორი, როგორ იხსენებ? და რა წვლილი აქვს თქვენს ჩამოყალიბებაში რა ვთქვათ? ბებია ჩემი იყო ძალიან ნაკითხი ადამიანი, აი ზედმეტ რა ბავშვობიდან უყვარდა კითხვა და ძალიან განათლებული იყო. იყო მედიცინის სფეროშიც იყო, აი ყველაფერი აინტერესებდა რა ასე ვთქვათ. ყველა ის ასაკი არ იყო მისთვის რომ всё გავჩერდე და არ ვისწავლო რა, ყველაფერი, აი აბსოლუტურად ყველაფერი აინტერესებდა. სტილისტი იყო, რა ვიცი. ასე ვთქვათ, ძალიან მაგარი რა. და ხატრული კითხვაც ეხერხებოდა რა, იცოდა ძალიან კარგად და აი კითხვას მაძალებდა, ლექსების სწავლას მაძალებდა, ისწავლეო ლექსიო, გონებას გაგიხსნისო და ისე იყო რა. მაშ პატარა რო ვიყავ, ისე უყურებდი რომ აუ გამანები თავი და არ მინდა და ხო, არ მინდა რაღაცა და ის როგორც არის რა, მაგრამ მე თვითონაც ხომ მეუნებოდა რომ გაიზრდებიო, მიხვდებიო, მე დამაფასებო რომ როგორ რატო გეუნებოდიო. მართლაც მასე არის რა, რა ვიცი, უდიდესი არის. სულ ცდილობდა რომ გამოვეჩინე, ანუ ყველასთან ახლა ისე ვიყავ მაშინ რომ მიმაღები ამ სალონ საღამოებში მონაწილეობა, აი მოვიდა გახარებული რაღაცა და მაშინ რამდენი წლის იყავი? 2 წლის წინ ალბათ. გასაგები. ხო, არ ვიყავ, პატარა არ ვიყავ. მოვიდა გახარებული და ვებორა, აი რაღაც გამახსენდაო. თან ქალბატონმა ირმა მას უთხრა. იცოდა ჩემი ასე მხატვრული კითხვა და გახარებული მოვიდა რომ ასეო ესა და ეს სალონის საღამო არისო და უნდა წავიდეთო იქო. მე თქვი არ მინდა რაღაცა, ანუ გულში ფიქრობდი, მაგრამ ვერ მეუბნებოდი მაინც ესეთი. არ მინდოდა რაღაცა, მაგრამ მე ვერ გარისკე ხო, მაინც უარისკო. უარისკო, ხო, ანუ ვიცოდი ლექსი, შენს რაც იციო, წავიდეთ და დავესწროთ რა შეიძლება, რომ ისე მოგეწონოსო, რომ თლად არ გამოგიყვანო იქიდან. წავიდეთ მართლაც და ძალიან დიდი ემოციებით ატვირთული წავედი მე უკან ალბათ ძალიან მაგარი რაღაცა იყო. თან ისე იყო ყველა სიყვარულით გიყურებს. თან როგორი რამე არის რომ ხალხს ახლა მაგალითად მე ბევრჯერ გამიგია რომ დღევანდელობაში დღესდღეობით პოეტებიო ნაკლებად არიან და რაღაცა, მაგრამ იმდენი არიან და ისეთები არიან რომ მართლაც მადლობა გმირს რომ გზელდება ეს ძველი ასე რომ ვთქვათ. კი. თომა, თავად ხო არ წერ ლექსებს? არა. გექნება რაღაც თქვენთვის. მაგრამ უბრალოდ არ ამზაურებ. არ არსებობს რომ არ ქონდეს რაღაც ლექსი. არა, მართლა. არა. ამ ქონია. ცდილობაც არ ყოფილა? არა. რა უცნაურია. ჩემი ბებია წერდა ხოლმე ეს. კარგი, განსხვავებული ინტერესი და ჰობი რა გაქვს? თავისუფალ დროს როცა ხრჩება ხოლმე, რასაც კეთებ? თავისუფალ დროს თუ ისე დატვირთული ხარ იშვიათად და დასვენებას ანიჭებ ხოლმე უპირატესობას? დასვენება ხო მაინც სკოლიდან რომ მივალ მიცანე დასვენება. მორჯიში მე მოხსნა დასვენება. თავისუფალ დროს ახლა ესეთი დღეები თუ არის მეგობრებთან ერთად ქართობა ასე ვთქვათ სეირნობა, რა ვიცი, ლაპარაკი სხვადასხვა თემებზე. სიმღერაც ეყვა, ანუ მომწონს რა შეიძლება
სიმღერით სმენა არ მაქვს. ასე მივიშნა რომ ხო. შორნიერი დღისგან რიგია ვერაფერს იტყვა. რატომაც არა. მოგეთ, ვიდრე დღეისათვის დაგემშვიდობები და მადლობას გადაგიხდი რომ მონაწილეობდი გადაცემაში. ხომ არ გექნება სურვილი ისევ რომელიმე ლექსი ამორჩიო, წაიკითხო. თუ კი გაქვს სურვილი ცხადია. წავიკითხავ ისევ ასე ვთქვათ, დავაკავშირებ ჩვენ პატრიარქთან. იმიტომ რომ სიცოცხლეში სურდა რომ საქართველოს იერი გაერთიანებული ყოფილიყო. და ამასთან დაკავშირებით აფხაზეთს ჩვენ სოხუმში გემით დავბრუნდებით. ჩვენ სოხუმში გემით დავბრუნდებით. იქნება დილა ან შუადღე. დღე ნათელი, ცა უღრუბლო, სხვა ულურჯესი, წყნარი, მოალერსი. გემის თეთრი ფერი ციურ ნათელიივით აირეკლება ზღვის ზედაპირზე და ამ ნათელით გარშემორტყმულები მოვშორდებით პორტს. გემი ერთს დაიბუბუნებს და ღია ზღვაში გავა. გემს მხიარული ჭყლოპინით გამოედევნებიან დელფინები, გამოგვაცილებენ თოლიები, ყველანი გამოვეფინებით გემბანზე. ჰაერი იქნება წმინდა და ლურჯი სხვასავით. სხვაც გამჭვირვალე ჰაერივით. როდესაც გაუსწორდებით ენგურს, გამოაცხადებენ რომ აფხაზეთში შევდივართ. აქ ზოგს მუხლები უმტყუნებს, აუკანკალდება, თვალებით, სრემლებით აევსება, მოაჯირს ისეთი ძალით ჩასჭიდებს ხელს რომ თითებში სისხლი გაეყინება. რა გასაკვირია, ჩვენ ხომ უკვე სახლებში ბრუნდებით, გული სულ სხვანაირად დაიწყებს ფეთქვას, ფრთებს მოისხამს სხეული. აგერო ჩამჩირი, თავისი სახლებით, პატარა პორტით, შემდეგ ისევ კორომები, ტყეები, ერთნაირად ამწვანებული სანაპირო. ყოდორის ხიდზე თვალს მომკრავთ მატარებელს, მის მწვანე ვაგონებს. მთაში პალმებში ჩაფლული სასახლე გამოჩნდება, სმეცკოის სასახლე. უფრო სწორად კი ჭლექით დაავადებულთა სანატორიუმის წითელი კორპუსი. პალმებში ჩაფლული თეთრი კორპუსის კი მხოლოდ ბოლოს სართული გამოკრთება. მერე აგუძერის პლაჟი, ფიზიკა, ტექნიკური, მაჭარა, კელასური, სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. ჩვენ ხომ უკვე სოხუმში ვართ. აი ბესლეთი. ზღვისა და მდინარეების შესართავების ადგილას ევკალიპტების კორუმი, პატარა, ლურჯი ბიბლიოთეკა, სასტუმრო რიწა, სასტუმრო აფხაზეთი, რესტორანი ამრა და აჰა პორტიც. გემი აუჩქარებლად მიადგება სანაპიროს. ბაგირით მიაბამენ გემს, დაბლა დაეშვება კიბე, შეგვხვდებიან მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები, უცნობებიც კი. ჩვენ დაგვხვდება ომამდელი სოხუმი და გვკითხავს. როგორ გრძნობ თავს? დიდებულად ჩვენ გემით დავბრუნდებით სოხუმში. გემით. ძალიან დიდი მადლობა თომა და მალე დავბრუნდეთ სოხუმში. ინტერესი მკლავს ხოლმე, რაზე საუბრობენ ადამიანები, ან რა ფოტომასალას ხედავთ ხოლმე ამა თუ იმ ლიტერატურაში თუ სოციალურ ქსელში სურვილის შემთხვევაში. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ყველა მიმართულებით გისურვებ წარმატებას და განსაკუთრებით საკალათბურთო სფეროში გისურვებ რომ ბევრ წარმატებას მიაღწიო. მადლობა დინთი. კარგი დღე, კარგი სამუშაო კვირა, გემშვიდობები დროებით ნახავთ. მადლობა. ძვირფასად ტელემაყურებლობა, ჩემი სტუმარი გახლდათ თომა ლიპარტელიანი. გეტყვით რომ დღეისათვის გადაცემა შუადღე ქუთაისში არ დასრულებულია. ნანა თევდორაძე მუშაობდა თქვენთვის, ლიკა ჩოლოვაძე კადრს მიღმა. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ, გემშვიდობებით, ხოლმე საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.